ტრამპის გამოცხადება ქოცად. რადონის დეგენერატი უნდა იყო უბრალოდ, რომ ტრამპი გამოაცხადო ქოცად, ეს ან მართლად სწორად მიგაჩნდეს და ან სასარგებლოდ მიგაჩნდეს. აი, როგორი ტიპის დეგენერატი უნდა იყო უბრალოდ. აი ამ კაცს, მასკს, თვლიდე გიჟად, სულელად, ნარკომანად და ცუდ ადამიანს, რომელიც რავი, სამყაროში თავარი კაცია, თავისი ინტელექტით, თავისი გამბედაობით. ან მისი ისტორია წაიკითხეთ, ან მისი CV წაიკითხეთ, მის პროდუქტზე ზიხართ, უყურებთ მის პროდუქტებს, ხედავთ, რასაც აკეთებს და უბრალოდ აგინებთ ტიპს. მე ესეთი საგიჟეთი არ მინახავს. ანუ ადამიანი წარმოიდგინე, რომელმაც დაწყებული PayPal-დან დამთავრებული Tesla-თი და SpaceX-ით და აი რაც თქვენ საერთოდ გაგიგიათ, აი ადამიანმა შექმნა, ან რაღაცა სხვადასხვა ფორმით მიიღო ამაში მონაწილეობა და თქვენ ისე აგინებთ, გეგონება აი ვიღაცა სულელი იყოს. კაცი, რომელსაც რავი 15 ჯერ მეტი ფული აქვს, ვიდრე 3,5 მილიონი საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შიდა პროდუქტია. და ეს გააკეთა პატიოსანიშნობით პირველი თაობის მილიარდერმა. მემკვიდრეობა კი არ მიუღია. და თქვენ გამოცხადებული ყავთ, რომ გვარამია და ვიღაცა სულელი ხალხი აქ გრიგოლია და დეგენერატები, აი ორუჯრედიანი ამებები. სინამდვილეში აცხადებენ, რომ რაღაცა ხან თურმე ნარკომანია, თურმე რაღაცა ქოცია, თურმე პრორუსია და აი ამის გჯერად ამას ხართ აყოლილები. ვინც გეუბნებათ, რომ ესე არ არისო, ის ქოცად ყავს გამოცხადებული.